პარანორმალური მოვლენები, გამქრალი გემები და თვითმფრინავები, დაკარგული ადამიანების მთელი სერია, ადგილი, სადაც რაღაც ხდება. დღეს ჩვენ ბერმუდის სამკუთხედზე გიყვებით. (1945 წელი) ამერიკის შეერთებული შტატები. დეკემბრის ცივ დღეს ფლორიდის შტატის ფორტ ლოდერდეილის სამხედრო აეროპორტიდან ჰაერში აფრინდა 5 ბომბდამშენი, ავენჯერი. ეს იყო ჩვეულებრივი სასწავლო ფრენა, მარშრუტი მარტივი ჩანდა, ოკეანეში გასვლა და უკან დაბრუნება. Flight 19 აფრინდა 14 საათსა და 10 წუთზე, ფლორიდის შტატში, ფლორიდის დროით. ეკიპაჟი შედგებოდა 14 წევრისგან. 5 თვითმფრინავი, რომელსაც ხელმძღვანელობს ლეიტენანტი ჩარლზ ტეილორი. 14 საათსა და 45 წუთზე დისპეჩერის ოთახში ჩაირთო რადიო, სადაც პირველი შეტყობინება მოვიდა Flight 19-დან. პილოტის ხმა აშკარად დაძაბული იყო. კომპასები არ მუშაობს, ვერ პოულობთ მიმართულებას. ვერ ვხედავთ სად ვართ. ყველაფერი უცნაურად ჩანს. ეს სიტყვები იყო მომენტი, როცა ჩვეულებრივი სასწავლო ფრენა გადაიქცა ყველაზე დიდ საიდუმლოდ ავიაციის ისტორიაში. Flight 19-ის ლიდერმა ლეიტენანტმა ჩარლზ ტეილორმა ნერვიული ტონით გაიმეორა რადიოში. ჩვენ დავკარგეთ 2 კომპასი. ვერ პოულობთ ჩვენს კურსს. ჩვენ ოკეანეზე ვართ, მაგრამ ზუსტად არ ვიცით სად. დისპეჩერი ცდილობდა მათ დამშვიდებას და ეკითხებოდა: თქვენ ხედავთ თუ არა ფლორიდის სანაპიროს, მაგრამ პასუხები უფრო დაბნეული და გაურკვეველი ხდებოდა. ტეილორის ხმა იძაბებოდა: ჩვენ ვერ ვადგენთ ჩრდილოეთით ვართ თუ აღმოსავლეთით. ყველაფერი უცნაურად ჩანს, თითქოს ოკეანე არ არის ჩვეულებრივი. დისპეჩერმა მაშინვე განგაში სიგნალი გასცა და დაიწყო დახმარების სხვა თვითმფრინავების მობილიზება. მაგრამ Flight 19-ის რადიოკავშირი თანდათან სუსტდებოდა. რადიოში ისმოდა თითქოს გაურკვეველი წინადადებები. ლეიტენანტი ბოლო წამებამდე ცდილობდა ეკიპაჟის გაკონტროლებას. თუ საწვავი დაგვიმთავრდება, ყველანი ერთად ვეცდებით ზღვაში დაშვებას, როგორც კი დავინახავთ ხმელეთს. კავშირი ხანდახან წყდებოდა, შემდეგ ისევ ერთ-ორ სიტყვას გაიგონებდნენ. ერთმა მფრინავმა თქვა: ჩვენ გავდივართ თეთრ წყლებში. დისპეჩერი ბოლო მცდელობით ეძახდა: Flight 19 გესმის, Flight 19 დაგვიტოვეთ თქვენი კოორდინატები, მაგრამ პასუხი აღარ დაბრუნებულა. როდესაც Flight 19-ის რადიოკავშირი შეწყდა და ეკიპაჟის ხმები აღარ ისმოდა, საბაზო დისპეჩერმა სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება. დახმარებისთვის გაეშვა სამძებრო სამაშველო თვითმფრინავი. ეს იყო მარინერის ტიპის დიდი ჰიდროპლანი, რომელსაც მფრინავ საწვავის ავსაც ეძახდნენ. მასზე ეკიპაჟის 13 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ამოცანა იყო დაკარგული ავენჯერების პოვნა და საჭიროების შემთხვევაში ზღვაში დაშვება. თვითმფრინავი აფრინდა ღამის ცის ქვეშ, პირდაპირ ატლანტიკის ოკეანისკენ, მაგრამ რამოდენიმე წუთში ახლო-ახლო მყოფმა გემებმა დაინახეს ცაზე დიდი აფეთქება. მარინერი და მისი 13 კაციანი ეკიპაჟიც უკვალოდ გაქრა. ამრიგად იმ დღეს ერთდროულად დაიკარგა 5 ავენჯერი და 1 მაშველი ჰიდროპლანი. ჯამში 27 ადამიანი გაუჩინარდა ბერმუდის სამკუთხედის ღრმა წყლებში და ეს ტრაგედია დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ რჩება. Flight 19-ის ტრაგედიის შემდეგ ბერმუდის სამკუთხედში 1963 წელს უჩინარდება გიგანტური ტანკერი Marine Sulphur Queen. გემი დატვირთული იყო 15,000 ტონა გოგირდით და მიემართებოდა ტეხასიდან ვირჯინიისკენ. ბოლოს რადიოკავშირზე 4 თებერვალს გამოვიდა, როცა ატლანტიკის შუაგულში იმყოფებოდა. მალე გემი უკვალოდ გაქრა. 39 კაციანი ეკიპაჟი, რომელიც გემზე იმყოფებოდა, ასევე აღარავის უნახავს. მაშველებმა იპოვეს მხოლოდ რამოდენიმე სამაშველო ჟილეტი და მცურავი ნარჩენები, მაგრამ გემი მთლიანად აღარასოდეს გამოჩენილა. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ გაამძაფრა ბერმუდის სამკუთხედის ირგვლივ არსებული მისტიკა. როგორ შეიძლება 150 მეტრიანი გემი გოგირდით დატვირთული ასე უცნაურად გაქრეს. 1918 წლის მარტში ამერიკული სამხედრო გიგანტი სახელად USS Cyclops
165 მეტრიანი ნახშირწყლებით დატვირთული სატრანსპორტო გემი იყო. იგი მიემართებოდა ბრაზილიიდან ბალტიმორში. მის ბორტზე იმყოფებოდა 306 ადამიანი. რადიო სიგნალი ციკლოპსმა ბარბადოსის მახლობლად მოახერხა და შემდეგ უკვალოდ გაქრა. არც ერთი სოს სიგნალი, არც ნამსხვრევები, არც გადარჩენილები, არც გარდაცვლილები. ეს იყო ყველაზე დიდი ერთბაშად დაკარგული ადამიანების რაოდენობა ამერიკის საზღვაო ძალების ისტორიაში, რაც დაკავშირებულია ბერმუდის სამკუთხედთან. ოფიციალური გამოძიება ვერ მივიდა კონკრეტულ დასკვნამდე. ზოგიერთები ვარაუდობდნენ, რომ გემს ჰქონდა ტექნიკური პრობლემები, მაგრამ ფაქტი უცვლელი დარჩა. 306 ადამიანი უზარმაზარ გემთან ერთად უბრალოდ გაქრა. 1958 წლის იანვარში British South American Airways სამგზავრო თვითმფრინავი, სახელად Star Tiger-ი 25 მგზავრით და ეკიპაჟით გაფრინდა აზორებიდან ბერმუდისკენ. ამინდი რთული იყო, მაგრამ კატასტროფული სიგნალი არავის გაუგზავნია. თვითმფრინავი უბრალოდ გაქრა ჰაერში და ვეღარავინ იპოვა ვერასდროს ვერც მისი ნარჩენები, ნამსხვრევები ან გადარჩენილები. ხოლო ერთი წლის შემდეგ 1959 წლის იანვარში იგივე ავიაკომპანიის კიდევ ერთი თვითმფრინავი Star Ariel-ი სახელად 20 ადამიანით ბორტზე აფრინდა ბერმუდიდან ამიაკისკენ. ამჯერად ამინდი სრულიად მშვიდი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ რადიოკავშირი მოულოდნელად შეწყდა და თვითმფრინავი უბრალოდ გაქრა. არც სოს სიგნალი მიუღია არავის, არც ნარჩენები ოკეანეში. ამ ორივე გაუჩინარებამ შოკში ჩააგდო საზოგადოება. 2 წლის შუალედში ორი დიდი სამგზავრო თვითმფრინავის უკვალოდ დაკარგვა უკვე ვერავის მოეჩვენა უბრალო დამთხვევად. ბერმუდის სამკუთხედის ამბები უკვე ათწლეულებია აოცებს კაცობრიობას და იქცევს მის ყურადღებას, მაგრამ რა შეიძლება იდგეს ამ გაუჩინარებების უკან? პირველი ვერსია ნავიგაციის შეცდომები. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ რეგიონში ხშირია კომპასის გადახრები და ფრინავებს მეზღვაურებს მიმართულეები ერევათ. ხოლო მეორე ვერსია ამინდი და შტორმები. ატლანტიკის ოკეანე მოულოდნელად იცვლის ამინდს. ძლიერი შტორმები და ტალღები დიდი გემების ჩაძირვასაც კი იწვევს. მესამე ვერსია მეთანის გაზის ბუშტები. ზღვის ფსკერზე არსებული გაზი შესაძლოა ამოიფრქვეს და წყალზე მოტივტივე გემი უცბად ჩაიძიროს. ხოლო მეოთხე ვერსია ეს არის უცხოპლანეტელები და პარალელური განზომილოები. ზოგი თვლის, რომ ბერმუდის სამკუთხედი არის კარიბჭეს სხვა სამყაროში, სადაც გემები და თვითმფრინავები უჩინარდებიან. ასევე არსებობს ერთ-ერთი ვერსია მაგნიტური ანომალიები. ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ ბერმუდის სამკუთხედში არსებობს არაჩვეულებრივი მაგნიტური ველი, რომელიც მოქმედებს ტექნიკაზე. გავაგრძელოთ. არაერთი ისტორია არსებობს ბერმუდის სამკუთხედის გარშემო. ზოგი მითებია, ზოგიც რეალობა. ასევე არსებობენ მეზღვაურები, რომლებიც ყვებიან, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემის ჩაძირვისას აღმოჩნდნენ. რაღაცნაირად ნავში გადავიდნენ და ყვებიან თუ რა დაინახეს, ცა გაიხსნა და ციური სხეულები გამოჩნდნენ. ასევე ხედავდნენ პარალელურ სამყაროს. არავინ იცის სინამდვილეში რა ხდება ბერმუდის სამკუთხედში. ოფიციალური ვერსია ნამდვილად არ არსებობს. არ ვიცი, ჩემთვისაც საინტერესოა, როგორია რეალობა და რა ხდება სინამდვილეში. ცუდი ის არის, რომ ადამიანების მსხვერპლს უკავშირდება ეს ამოუხსნელი ფაქტი. საინტერესო იქნება ჩემთვის თქვენი მოსაზრება. როგორ ფიქრობთ, რა ხდება ბერმუდის სამკუთხედში? ჩემს მოსაზრებას კი ახლა გეტყვით. მე ვფიქრობ, რომ იქ პარალელური სამყარო ნამდვილად არ არის და ამ ყველაფერს იწვევს გარკვეული მაგნიტური ველი. ვფიქრობ, არის დედამიწაზე ისეთი ადგილები, სადაც ტექნიკა მდგომარეობიდან გამოდის, წყობრიდან გამოდის და ადამიანი ვეღარ იგებს, რომელ მხარეს მიფრინავს ან მიცურავს. ატლანტიკის ოკეანე კი იმხელა, ვფიქრობ, ნებისმიერი ობიექტი შეიძლება ჩაიძიროს და უკვალოდ გაქრეს. ფლორიდაში მართლაც ასეთი ამინდია. ხანდახან ასეთი მზიანი და მშვიდია იქაური ამინდი, ხოლო უცებ შეიძლება ოკეანე ფერით იცვალოს და წამოვიდეს ძალიან სერიოზული შტორმი. ესეც ახასიათებს ატლანტიკის ოკეანეს.
არ ვიცი ვის რა ვერსიების გჯერათ, მაგრამ მე მგონია რომ არსებობს დედამიწაზე ისეთი ადგილები, სადაც უბრალოდ კარგავ ორიენტაციას და არ იცი საით მიდიხარ. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრების მოსმენა. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად.